მოგესალმებით ტრადიციულად Top Speed-დან და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო ნივთზე. მე მგონი ეს ნივთი ყველა მიცით რა არის. ვინც არიცით, გეტყვით რომ ეს არის დაუნპაიპი. და რაში გამოიყენება დაუნპაიპი? დაუნპაიპი გამოიყენება ავტომობილის აპგრეიდისთვის, ასე ვთქვათ, ტიუნინგისთვის. ეხლა ხელში მიჭირავს ეგრეთ წოდებული N55-ის დაუნპაიპი, რაც არის ყველაზე გავრცელებული ძრავი ჩემი აზრით საქართველოში. ანუ BMW-ს ძრავზე მაქვს საუბარი და აქ ასევე გვაქვს WRSF-ის დაუნპაიპები. მოკლედ, პატარა ტექნიკურ რაღაცასაც ავხსნი, ზოგადად რისთვის არის დაუნპაიპი საჭირო. დაუნპაიპი არის იმისთვის საჭირო, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინაღობა შეხვდეს ავტომობილის ძრავიდან, ანუ ტურბოდან წამოსულ ჰაერს. დაუნპაიპი აკავშირებს ტურბოს და ეგრეთ წოდებულ გამონაბოლ სისტემას. ანუ თქვენ რო ეძახით ხოლმე ჟარგონს ვიხმარ, ვიხლობს. ამის მაგივრად ქარხნულ ავტომობილებში აყენია ხოლმე კატალიზატორი და შესაბამისად, როდესაც კატალიზატორს მოხსნით, მის ადგილას მონტაჟდება ეს. Top Speed-ში საკმაოდ დიდი არჩევანი არის, მინდა გითხრათ, BMW-ს დაუნპაიპების. უფრო დეტალურად ამ ყველაფრის ნახვა რა მოდელებზე და როგორ მიდის და რაზე დგება საერთოდ შეგიძლიათ ვებგვერდზე Top Speed-ის. ეხლა კი ვისაუბროთ ყველაზე ცნობილ ბრენდზე. ეს არის WRSF-ი. როგორ გავარჩიოთ ორიგინალი WRSF-ი, არა ორიგინალი WRSF-ისგან. ორიგინალ WRSF-ს მოყვება თავისი ხუთი, ესეთი პატარა სტიკერიც მოყვება და ყველაზე მთავარი, აი ეს ლოგო არის ეგრეთ წოდებული მოცულობითი, ასე ვთქვათ და აი აქ მიდუღებულია რამოდენიმე წერტილით. ეხლა რაც შეეხება ორიგინალ და არაორიგინალ დაუნპაიპს. დაუნპაიპის ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ დაბრკოლების გარეშე ავტომობილმა ასე ვთქვათ, ეს ტურბოდან წამოსული ცხელი ჰაერი გაიტანოს გამონაბოლ სისტემაში. იმისთვის, რომ დაუნპაიპმა იმუშაოს კარგად, არ გატყდეს და არ გაიბზაროს და დეფორმაცია არ მიიღოს, უნდა იყოს გაკეთებული სქელი მეტალისგან და ეგრეთ წოდებული შედუღების წერტილები უნდა იყოს კარგად და ხარისხიანად შედუღებული. მეტი არაფერი. შეიძლება ითქვას, მუშაობით შეიძლება ყველა დაუნპაიპმა იმუშაოს, მაგრამ რამდენად დიდხანს გაგიძლებთ და რამდენად, ასე ვთქვათ, გაუძლებს გადახურებებს და ცოტა სპორტულ რეჟიმს, ეგ უკვე თვითონ მასალაზეა დამოკიდებული, რისგანაც არის დამზადებული. ვიდეოს დასაწყისში ზუსტად ეს დაუნპაიპი მეჭირა ხელში, რომელიც არის Top Speed-ის ბრენდის და არის საკმაოდ ისეთი ბიუჯეტური ვერსია. როგორც ვთქვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასალის სისქეს. მოდი ახლა შევადაროთ Top Speed-ის და WRSF-ის დაუნპაიპი და პირველი დავაკვირდეთ ეგრეთ წოდებულ შედუღების ადგილებს. ძალიან კარგად არის შედუღებული, მინდა გითხრათ. ნუ WRSF-ი ალბათ ყველა მიცით, რომ ძალიან ცნობილი ბრენდია და აი ხა რო ვაკვირდები შედუღებას, მე მგონი რომ იდენტურია. საუბრის დროს ვახსენე ასევე მასალის სისქე, ანუ კედლის სისქე. და მოდი ესეც შევადაროთ ერთმანეთს. ერთი და 8-იანი არის WRSF-ი და ასევე ერთი და 8-იანი არის Top Speed-იც. არჩევანი თქვენთვის მომინდია WRSF-ი თუ Top Speed-ი. Top Speed-ში ორივე ბრენდი არის წარმოდგენილი. ფასში დაახლოებით 300-დან 500 ლარამდე არის სხვაობა, გააჩნია მოდელებს. BMG Auto-მ და Top Speed-მა მოგიმზადეთ პატარა სიურპრიზი. თუ რა სიურპრიზი არის ეს, ამას გადაცემის დასრულების შემდეგ გაიგებთ. ჩვენს გვერდზე დაიდება პოსტი, ასე რომ თვალიადევნეთ ჩვენს გვერდს და ყველას გისურვებთ ძალიან ბევრ ცხენებს.